ცნობილი მწერალი და პოეტი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი გახლავთ ჩვენი შოუს სტუმარი. მოგზაურობთ ქალბატონო. საგამოშვიდობისა ქალბატონო მაყვალა, დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. დიდი ხანი გეგმავდით თქვენ სტუმრობას ჩვენთან და როგორ მიხარია რომ ბოლო-ბოლო დავამთხვიეთ ასე ვთქვათ ჩვენი გეგმები და დღეს აქ ჩვენთან ვზანდებით სტუდიაში. მე ძალიან მიხარია ბატონო გია, იმიტომ რომ თქვენი გადაცემა მე მგონი ყველაზე ქართული გადაცემა. აქ არის იუმორი, აქ არის სიყვარული და აქ არის სითბო, რაც ყველაზე მეტად ახასიათებს ნამდვილ ქართველებს. დიდი მადლობა თქვენ კიდევ. თქვენ იმდენი მიმართულებით გაქვთ დამსახურება, აი მის ჩამოთვლას კი შორს წაგვიყვანს. სამწერლო მიმართულება იქნება მარტო ბავშვებისთვის ულამაზესი ზღაპრები რო ავიღოთ, აი სიკეთით სავსე. თუ თქვენი მშვენიერი ლექსები, შემდგომ 30 წლის მანძილზე მართლაც აი ნამდვილი მოღვაწეობა სატელევიზიო კუთხით, სადაც თქვენ ხელმძღვანელობდით საბავშვო მიმართულებას და არაერთი კიდევ სხვა. როგორ ლამაზად და რიგიანად მასპინძლობ თქვენ როგორც მწერალი თქვენს კოლეგებს უცხოეთიდან ამის მომსწრე ვარ და ამისთვის ცალკე მინდა მადლობა გითხრათ და კიდევ ერთი მხარეა ეს არის იუმორი ჩინებული რომელიც თქვენ გამოგარჩევ და გარდა ამისა თქვენ ისე ლამაზად ყვებით ხოლმე შინაურულ წრეში თქვენი კოლეგების მიერ მოთხრობილ ამბებს და აი მცოცხალ ისტორიებს რომ აი მეც გამისცა სურვილი რომ ეს ყველაფერი ჩვენი შოუს მაყურებელს გაუზიაროთ და პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით მინდა რომ გითხრათ. სიამოვნებით ბატონო გია, მე და თქვენ რაღაცით გევართ ერთმანეთს, ორივე კახელისა და გურულის შვილები ვართ, ასე რომ კი ბატონო, ესეც გვაქვს საერთოდ. გვაერთიანებს და გაახლოვებს. კი ბატონო. ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოყვეთ ჩვენს მწერლებზე ბატონო გია, ჯერ სხვა რომ არაფერი მე ვიყავი 17-18 წლის, როცა პირველად მიმიღო დიდმა ოჯახმა, მწერალთა კავშირის ოჯახმა და უამრავი საინტერესო რამ მახსოვს. გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როცა მე პირველად დავესწარი მწერალთა ყრილობას, ვიყავი 20 წლის და როგორი სანახავია, რომ ერთ დარბაზში არის შოთა ნიშნიანიძე, მურბანებანიძე, ირაკლი აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნოდარ დუმბაძე, მთელი ვარსკვლავეთი, რეზო ინანიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი და აი ამ საოცრების დროს საკმაოდ მოსაწყენია ყრილობის მოსმენა, იმიტომ რომ 2-3 დღე გრძელდება საუბარი და ვზივარ ყრილობაზე, ვარ ბედნიერი, ერთ მხარეს ის ჩემი უსაყვარლესი გოდერძი ჩოხელი, მეორე მხარეს ბატონი თამას წინწივაძე, იქვე პაატა ნაცვლიშვილი, უნიჭერეში ჟურნალისტი და ჩვენს უკან ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი და რეზო ინანიშვილი. ვისმენთ ამ საუბარს და მოგბეზდა რა თქმა უნდა და ვახუშტი კოტეტიშვილმა გამოგვიგზავნა კაფია. პირველი კაფია გოდერძი ჩოხელს გამოუგზავნა და ასეთი კაფია. ყრილობა მიდის ტაატით, მე ამას გირჩევ ჩოხელო. გვერდით რომ გიზის ლამაზი, ვინძლო ეგ მაინც მოხელო. თუ ეგეც ვერ მაახერხე, მაშაკ რაისად მოხველო. გოდერძი არაფერი უპასუხა, როგორც წესიერმა მთისკაცმა და ახლა იფიქრე იქნებ თამას წინწივაძე შევაგულიანოო და მეორე კაფია ვახუშტი თამას წინწივაძეს გამოუგზავნა. შავმა ქალმა დაიუბნა, რაისად ვარ ლამაზიო. თუ გოდერძი ვერას გახდა, აგერ ამყავს თამაზიო. თამაზი რომელიმე ლექსე იყო და საერთოდ არ უპასუხა და მესამე ლექსი უკვე პაატა ნაცვლიშვილს გამოუგზავნა ვახუშტიმ. ყველას მე როგორ გასწავლოთ, შენც ამას გირჩევ პაატა. გვერდით რომ გიზით ქალაი ხელი გამოსდე გაატა, ასე რამ გამოგიყვანა დარცხვენილი და მორჩილი, რახან პაატა დაგარქვეს, თავიც ხო არ გაქვს მოჭრილიო. უკვე შეგულიანდა გოდერძი ჩოხელი და გაუგზავნა ვახუშტის წერილი. ცუდად ნუგად მოიხედავ მეზობლის ღობე ეზოსა, ღმერთმა ვინც გვერდით გარგუნა, რა ვქნა, ის უნდა გეყოსაო. გვერდით უზის რეზო ინანიშვილი. ეხლა ვახუშტიმ გამოუგზავნა წერილი. ჩემო გოდერძი სახეზე გატყობ კმაყოფილი ერსა, როდის ყოფილა მაძღარი, რამეს უგებდა მშიერსა. ცუდად რა გადმოვიხედო მეზობლის ღობე ეზოსა, გვერდით არ მიზის ლამაზი, რას გამორჩები რეზოსაო. ამის მერე უკვე სხვა გზა აღარ იყო და გოდერძი ჩოხელმა გამომიგზავნა ლექსი. ქალავ წაგიყვან თაშია, მაყრად მყავს, ჩოხის ხატია, ვერ დაგიფარავს საბჭოთა კომუნისტური პარტიაო. მეც უნდა რამე უპასუხო და დამწერე ლექსი.
დაიბრინძები, დადიხარ, როგორც თეთრწვერა ვაცია. მე შენ მაინც არ გაყვები, ქვეყნად რომ გაწყდეს, კაცია მეთქიდა. ამის მერე უკვე გოდერძი განებდა და მომწერა. წარია შენთა ლექსობა, შენ გვერდი ჯდომაც წარია. ის დღე დაიწოს, რა დღესაც ჩემჭირად გაგიცანია. აი ეს მაშინ ვიყავი 20 წლის, მას მერე თითქმის 40 წელზე მეტი გავიდა და ეს ნაწერები მაქვს როგორც უძვირფასესი სახსოვარი ჩემთვის პირველი მწერალთა ყრილობის და ძალიან მახსენდება როგორც ულამაზესი დღეები და ასე იყო ჩემი პირველი ყრილობა მწერალთა. თქვენ მეგობრობა გქონდათ ბატონ ოტია იოსელიასთან, ხო თუ არსები? კი, როგორ არა. ბატონი ოტია იოსელიანის მოგონებაც მინდა, გავიგეთ რომ ბატონი ოტია უკვე ცუდად არის, მძიმედ არის და გადავწყვიტეთ რომ სიხარული მივანიჭოთ. ამიტომ უეცრად რაც შემოდა 3 დღეში მოგვესწრო, გავაკეთეთ მისი საღამო გრიბოედოვის თეატრში და მოვიდა უამრავი ადამიანი და სცენაზე არის სიჩუმეს, სიყვარულით უყურებს ადამიანები ოტიას და ყველა ჩუმადა, მაგრამ სცენაზე ამოდის ვიღაც კაცი. ხან ჩემთან მოვა და ყურში მეუბნება რაღაცებს მიყვება. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ოტიას უახლოესი მეგობარია. ან ოჯახის წევრი. ხან ოტიასთან მიდის. თურმე ოტია ფიქრობს, რომ ვიღაც შვედი წარმომადგენელია, მისი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ღონისძიების მერე წავედით, როგორც ქართველებს ჩვევია სუფრაზე. გაიშალა მეფური სუფრა და ეს კაციც რა თქმა უნდა დავპატიჟოთ როგორც ერთ-ერთი საპატიო. არავინ არ ვიცოთ, მაგრამ სცენაზე მარტო ის დადიოდა. დავსვით ახლა ბატონი ოტიას გვერდით. გავიდა 15-20 ახალი დაწყებულია кейფი და უცებ წამოხდა ოტია და იყვირა. ვინა? აი კაცი მომაცილეთო. ხო და რა ვქნათ არ ვიცი და მე ვთხარი ბატონ ოტია მე მეგონა თქვენი ნათესავი იყო მეთქი. რა ის ნათესავი პირველად ნახე და არ მასწვენებსო და გაიქცა ოტია ისეთი კაცი იყო არ იცოდა დიდად თავის შეკავება და მისდევს ეს კაცი. ნუ რა ვქნათ ახლა кейფი უნდა გაგრძელდეს. გავიდნენ თუ არა მოვითხოვათ ამ ადამიანს რომ ღვინო შემოიტანეთო. მოვიდა ოფიციანტი და გვემბა რისი ღვინო ბატონო ოტიასთან ერთად კაცი რო იყო ასე თქვაო მე და ოტია მთაწმინდაზე მივდივართ უნდა ჩვენი დიდი წინაპრები დავლოცო და ღვინოც იმან გააყოლა და საჭმელი ამ ძირფასმა ადამიანმა უღვინოთ და კიდე ერთი ასეთი რამ მახსენდება ბატონ ოტიასთან გადავწყვიტე რომ ფილმიც გადამეღო ბატონ ოტიაზე და ყვება ასეთ რამეს ბატონი ოტია რომ ეს ის პერიოდია როცა დედაენა აიგრძალა სკოლებში და ერთ-ერთ სკოლაშიო დამპატიჟესო და დირექტორიო გადამეკიდაო ბატონო დედაენა დავწერეო და წაიკითხეო ხო დედაენის დაწერა თურმე ის ყოფილაო დედაენას რომ გააფუჭეფო ეს და საავტორო წიგნი ამას ქვია თურმეო და ეხლა გადავშალე ერთი გვერდი ორი გვერდი და მეკითხება დირექტორიო ვისი გაკეთებულისა ეს წიგნიო როგორ მოგწოთ ბატონო ოტია როგორ მოგწოთო და სამი გვერდის მერე დავდევოთ სივა წიგნიო და ბოლომდე წაიკითხეთო მე უთხარიო ღვინის გემო რო გაიგო თხლემდე კი არ უნდა ჩახვიდო ერთი წიგნი მიხვდები ვარგა თუ არა ღვინო და მე რა ყვება რომ კიდე კაიო პატივი უციაო იაკობ გოგებაშვილისო პირველ გვერდზე ეწერაო აი იაო და გავმიხარდა კაცო მეორე გვერდზე იყო აი თხაო გადმოუხტუნებიათ ხა წინო და მესამე გვერდზე იყო აი ასოო ეხლა უყურებო კაცო აი 100 მერე წერიაო 100 100 ჩვენო 33 100 ბგერა გვაქვს და კიდე კაი შიგარჩაბი ხატაო ასეთი იყო ჩემი უსაყვარლესი ბატონი ოტია და ჩვენ მწერალთა კავშირს გვართმევენ არის ერთი უბედურება სასამართლო პროცესები და დადის სულ ამ სასამართლო პროცესებზე ანა კალანდაძე და ოტია იოსელიანი ქალბატონი ძალიან მიმდობი ხალი იყო გულუბრყვილო ეს გენიოსი ქალბატონი და ყველა სასამართლოს მერე გადამეხვეოდა ხოლმე მე უნდა ხო გავიმარჯვეთ იმიტომ რომ ჩვენი კაი გამოსვლები ქონდა და ბატონი ოტია რა თქმა უნდა ხარს გვიჭერდა და ერთ-ერთ ასეთ სასამართლო პროცესზე გაყიდვას აპირებდა მწერალთა კავშირის შენობის და ერთ-ერთ ასეთ სასამართლო პროცესზე მოვიდა დავით შემოქმედელი და არ უშვებეს სამუთი დარჩა და ბატონი ოტია ეხმარება ფიქრობს რომ შემოაშვებიეფო და შემოუშვითო პოეტი კაციაო დაცვეულება რა ვიცი კაცო მეო იქნებაო ესო ტერორისტიაო თქვენ რო გიყურებთო კი უნდა ტერორისტობა მაგრამ რა ქნას არ გამოსდისო ასეთი ამბები ერთ ისტორიასაც მოგიყვებით ჩემო დიახ,
მოგეხსენებათ ყოველთვის წერილებში დებათა ღელვა იწყება მაშინ როცა არის არჩევნები როგორც საერთოდ ქვეყანაში კი ბატონო არის სადაც კონკურენცია იქ არის მე დებათა ღელვა არჩევნები ერთი ამბები და უპირისპირდებიან ეს წერილები ერთმანეს და ამ დროს სახლში მესტუმრა ქალბატონი მანანა დუმბაძე ნოდარის ქალიშვილი და მოიყვანა ჰოლანდიელი ესენი მხატვრები და ახლა დაათვალიერა სახლი ჩემი ვაჟის მხატვარია ამ მხატვრებმა ნახეს რომ სიმშვიდეა მეუღლე მყავს შვილები მყავს ყველაფერი ნორმალურად მაქვს ოჯახში და მანანა მეუბნება მაყვალაო შენ რა გითხარიო ასეთი კაი ოჯახი ქონიაო ასეთი კაი ქმარი ყავს და რა ჯანდაბა გინდა რაზე იკლავ თავსო თაჭიკი ოჯახში და მიხედე ოჯახსო და მეუთხარი მანანა მეთქი ახლა მე რასაც გეტყვი მეთქი უთანგდნე ჰოლანდიელებს მეთქი კი ვიცი მეთქი რომ უბედურებაში ვიყავ თავს მაგრამ ქმარი მყავს მეგრელი მეთქი და თავმჯდომარეზე ნაკლებ ქალთან არ წვება და რა ვქნა არ ვიყრიდი მეთქი კენს მეთქი მეუთხარი აი ასეთი ამბები გადავიტანე მეგრელის ცოლობის გამო რა შაში გაიხარეთ გავწოვაყალა ეხლა ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან აი ამ შვენიერი ისტორიების შემდგომ ისე ნამდვილად ვერ გაგიშვებთ დღეს ჩვენი შოუ სტუდიიდან ერთი ლექსი რო არ ბრძანოთ თქვენი სიამოვნებით საყვარელო ამ ლექსს ქვია ძველი არღანი საქართველოსია როგორც ყველა ჩვენი ლექსია ბარაზე იქნება რა კარგია ქართველებს ისევ შერჩათ ღიპები რა კარგია ღიპები ივსებიან ხინკლებით ჭიქას აკოცებს თითებს ეძებს თითები საყვარელო მითხარი ისევ ერთად ვიქნებით მღერის ძველი არღანი სიმღერა ახალი მე კი რამე მღერება ნაძლევს დავდებ მაზიანს ამ არღანზე დახატულ ვარდებსა და ბულბულებს ვიცი გააძევებენ მალე ამ დარბაზიდან როგორც ქუჩის გოშიან მშიერი შოშია მათხოვარი ბიჭუნა ჩუმად მოიძურწება და კაცები ჯიბეში მოჩხრიკავენ ლარიანს დუქნის ლამაზ ვანებმა არ ჩათვალო ძუნწებად ხინკლის ოხშივარიდან დანახულო მამულო ლოთის სიყვარულივით ჭიქაში ჩატეულო როგორ გევხარ მათხოვარს ამ პაწია მათხოვარს ვითომ თავისუფალო ამაყოდა ეულო მაინც როგორ გიხდება ეს წეული სიმღერა მომავალი შენია და ელოდე ასე როგორ მივიდეთ ასე დაჩოქილები ასე ხელგაწვდილები ხვალ საქართველობდე მღერის ძველი არღანი სიმღერა ახალი მე კი რამე მღერება ნაძლევს დავდებ მაზიანს ამ არღანზე დახატულ ვარდებსა და ბულბულებს ვიცი გააძევებენ მალე ამ დარბაზიდან უღრმესი მადლობა ქალბატონი მაყვალა გემზანებისთვის ჩვენი სტუმარი გახდათ ქალბატონი მაყვალა გონაშვილი უღრმესი მადლობა მას დიდი მადლობა